პირველი კითხვა, ალბათ რაც უნდა დავსვათ არის ის, რატომ ვკითხულობთ საერთოდ ისტორიებს ან რატომ ვისმენთ ისტორიებს. ის რომ რაღაც ამბავმა შეიძლება დამასევდიანოს, გამაბრაზოს, დამთრგუნოს, შემაშინოს, ან პირიქით მოტივაცია მომიმატოს, ან უსამართლობის განცდა გამიჩინოს, ეს ემოციები ძალიან მნიშვნელოვანი ემოციები. ყველა ასაკში. მაგრამ ემოციების მიმართ, საკუთარ თავთან მიმართებაშიც ჩვენ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, რომ თუ დისკომფორტს გვიქმნის, არ გვინდა რომ განვიცადოთ, მაგრამ მშობლებს საერთოდ მეორე უკიდურესობა აქვთ, როდესაც მოთხოვნილება აქვთ ბავშვს აი ეს ნეგატიური ემოციები საერთოდ არიდონ და არიდონ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი არა. წიგნშიც კი. რეალურად ეს არ არის სწორი მიდგომა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ წიგნიერებაზე. 5 წლამდე ასაკში გვაქვს ჩვენ პერიოდი, როდესაც ბავშვმა ემოციური რეგულაცია უნდა გამოიმუშაოს. კიდევ უფრო ადრე, მაგრამ ძალიან რომ არ შევაშინოთ მშობლები, ვთქვათ, რომ 5 წლამდე ასაკში გვაქვს ამისთვის ფანტასტიკური ფანჯარა. თუ ამ ემოციებს ბავშვი ვერ განიცდის, მაშინ მას ემოციური რეგულაციის უნარი ფიზიკურად არ ექნება, თუ მე ემოცია არ განვიცადე, როგორ ვისწავლი მის მართვას. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსგავსი ტიპის ინფორმაციაზე არის ის, რომ ასაკობრივ განვითარებას რო შევხედოთ, ბავშვები ადრეულ დაახლოებით 6 წლამდე ასაკში ძალიან რიგიდულები არიან და მათი სამართლიანობის განცდა, იცით როგორია, ცოტა ხისტია. მათთვის ძალიან კონკრეტულია რა არის კარგი საქციელი და რა არის ცუდი საქციელი და მათი რეალობა აი ამ რიგიდულობაში იცით როგორ გამოიყურება, რომ თუ მე ვულამაზებ ბავშვს ამბავს და ვეუბნები, რომ მთელი ზღაპრის განმავლობაში მგელი გოჭებს შესაჭმელად მისდევდა და ბოლოს დამეგობრდნენ, ბავშვს უბრალოდ აზრი ვერ გამოაქვს იქიდან, რაც წაუკითხეს. და ჩნდება ძალიან ბევრი შეკითხვა, რატო ხდება ის, რაც მოხდა ამ ამბავში და ეს ამბავი საერთოდ რისთვისაც დაიწერა, იმ ფუნქციას ვეღარ ასრულებს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ წიგნებზე, რასაც შეუძლია სევდის, ან შიშის, ან ბრაზის, ან უსამართლობის განცდების გამოწვევა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ეს არის ამ წიგნების მიზანი. და ჩვენ ამ წიგნებს ზუსტად იმიტომ ვკითხულობთ, რომ ბავშვმა ეს ემოციები უნდა განიცადოს. ამ წიგნების მიზანი, თუ ჩვენ წიგნიერების მიზნებზე ვლაპარაკობთ, ეს რომ განვავრცოთ, არის ბავშვს გაუღვივოს ემპათიის, ანუ სხვისი თანაგრძნობის განცდა. უნდა იცოდეს, რომ ამბები ზოგჯერ არის სევდიანი. უნდა მიხვდეს, რა არის სამართლიანი და რა არის უსამართლო. იცით როგორი მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ სუპერგმირები მარცხდებოდნენ და ბავშვი ამაზე კითხულობდეს, იმიტომ რომ იგრძნოს, რომ სუპერგმირიც კი მარცხდება და მე თუ დავმარცხდები, ამას არ აუშავს. ეს უბრალოდ ერთი ამბავია, რასაც მე მოყვება განკლავების სტრატეგიები წიგნშივე, რომ დახმარება უნდა ითხოვო, რომ ვინმე შენზე ძლიერს უნდა მიმართო, რომ ამაზე უნდა ილაპარაკო, რომ ზოგჯერ დამარცხებას არ აუშავს და რეალისტური აღქმა სამყაროსი, სადაც ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შეიძლება ჩვენ გვინდოდეს და ჩვენ გვჭირდება ვიყოთ აღჭურვილები ამასთან გამკლავების პროცესში. ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა, რომ ყველა ადამიანი არ არის ერთნაირი და ბევრ ადამიანს ერთი რომ მემჭირდება, ჩემს თავზე ვკითხულობდე თუ გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობა მაქვს. მეორე მემჭირდება ვკითხულობდე ჩემგან განსხვავებულ ადამიანებზე, რომლებსაც ეს შეიძლება არ გამოსდიოდეთ და ჩვენ ასეთი ისტორიები უკვე 2-3 წლის ასაკიდან შეიძლება შემოვიტანოთ, სადაც ბავშვს თუნდაც სურათებით ვაჩვევთ, რომ ვიღაც ეტლში ზის, ვიღაც სათვალეს ატარებს, ვიღაც ხელჯოხს ატარებს, ვიღაცას ხელი საერთოდ შეიძლება არ ჰქონდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა თვალი შეაჩვიოს მისგან განსხვავებულ ადამიანებს და გამოუმუშავდეს არა მხოლოდ ემპათიის განცდა ან სიბრალულის განცდა, რაც საერთოდაც დაუშვებელია, არამედ განცდა იმისა, რომ ჩვენ რომ განსხვავებულები ვართ, ეს არაფერს ნიშნავს და მეგობრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა უბრალოდ დახმარება, რეალურად გაცილებით მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოს, რომ მიუხედავად განსხვავებული შესაძლებლობებისა, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ რაღაც საერთო და ვიყოთ მეგობრები, იმიტომ რომ დახმარებაზე მეტად ხშირად შეიძლება ამ ბავშვებს სჭირდებოდეთ მეგობარი, რომელიც მათ სრულფასოვნად მიიღებს იმ წრეში, რის უფლებაც მათ აქვთ. ჩვენ რამდენიმე რამე უნდა გვახსოვდეს. ერთი, ეს არის ბავშვის, თავად ბავშვის განვითარება, ვისაც ვუკითხავთ. რამდენად მისი შემეცნებითი უნარები მას აძლევს შესაძლებლობას და რესურსს იმისას, რომ მან
გაიგოს რაზე ვუკითხავთ. მეორე, ეს არის ბავშვის ემოციური მდგომარეობა, როდესაც ვკითხულობთ თუ ვატყობ, რომ მას შიში შეიძლება გაუჩნდეს უფრო მეტად, დაიძაბოს უფრო მეტად, გაღიზიანდეს და ეს კი არ დაეხმარება პირიქით უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს და ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ჩვენს შვილებს როგორ ვუკითხავთ. რეალურად ეს ცოდნა ჩვენი შვილების შესახებ ჩვენ გვაქვს. მაშინ სასურველია რომ მსგავსი ტიპის ლიტერატურა ცოტა ხნით დავაყოვნოთ და ცოტა მერე წავიკითხოთ, როდესაც ემოციური მზაობა ბავშვს ამის კითხვის ექნება. მესამე, ეს არის მნიშვნელოვანი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის თავად ბავშვის გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ წიგნები გარდაცვალებაზე, მაშინ თუ კი ბავშვმა ვინმე მისთვის მნიშვნელოვანი დაკარგა. იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კითხვის პროცესი ეს არის უსაფრთხო სივრცე, რომელსაც მე მშობელი ვაკონტროლებ. ვაკონტროლებ იმ თვალსაზრისით, რომ შემიძლია ბავშვის უკავშირებიდან გამომდინარე, სადაც მომინდება გავწყვიტო ეს ამბავი. თუ ძალიან საშიშია ისტორია, შემიძლია ჯერ დავამშვიდო ბავშვი, მხარი დავუჭირო. პროცესში ჩავრთო, შენ რა სიზამდი, შენ როგორ მოიქცეოდი, გინდა გავაგრძელოთ, თუ აღარ გინდა გავაგრძელოთ. კონტროლირებადია ამ თემებზე საუბარი და ამ თემების წაკითხვა, როდესაც ჩვენ ამას ერთად ვაკეთებთ. წიგნიერების მიზანი ასევე არის შემზადება ადამიანის გარკვეული მოვლენებისადმი. როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ვიღაცის ან რაღაცის გარდაცვალებას, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ თუ კი დავმარცხდებით ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევაში, თუ კი ვერავითვისებთ მასალას ისე, როგორც უნდა ვითვისებდეთ ნებისმიერი მსგავსი ტიპის სირთულესთან გამკლავების პროცესში, როგორც იარაღი, ასე შეიძლება წიგნები იყოს გამოყენებული.